მედიის თანახმად ვოლოდიმერ ზელენსკი განიხილავს, აღარ მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. ის ხარს დაუჭერს სამხედრო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის კირილო ბუდანოვის გაპრეზიდენტებას. მათი მთავარი კონკურენტი კი შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი იქნება. ვოლოდიმერ ზელენსკის მოკავშირისთვისაც და მოწინააღმდეგისთვისაც უკრაინის გმირის წოდება აქვს მინიჭებული. მაგრამ ქვეყანა იქამდე ვერ ირჩევს ახალ პრეზიდენტს, ვიდრე რუსეთთან ომშია. სალამი, მე მქვია გიორგი, თქვენ ხართ ხედვა საქართველოზე და ეს არის დამოუკიდებელი ჟურნალისტური პროექტი. გთხოვთ გამოიწეროთ არხი. მე ამ პროექტს საკუთარი რესურსების ფარგლებში ვქვნე. და შევეცდები ხოლმე რომ აქ ვისაუბრო მეტად ისეთ საკითხებზე, რაც ჩემი დაკვირვებით იშვიათად ანდაც ზოგჯერ საერთოდაც არ შუქდება ქართულენოვან ახალ ამბებში. ამ კონკრეტულ ვიდეოში კი ვისაუბრებ რუსეთთან ხანგრძლივ ომში მყოფ ქვეყანაზე, უკრაინაზე, მის შიდა პოლიტიკაზე და ერთ ყველაზე უფრო პოზიტიურ პერსპექტივაზე, რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ კი ქვეყანა შეძლებს ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას რუსეთთან და ამ ფონზე საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას. როგორი იქნება ასეთ შემთხვევაში მოქმედი პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის შანსები, ვინ შეიძლება იყოს მისი მთავარი მეტოქე და ვინ შეიძლება იყოს მისი ფავორიტი იმ შემთხვევაში, თუ კი ვოლოდიმერ ზელენსკი საერთოდაც გადაწყვეტს, რომ აღარ იყაროს კენჭი. თავიდან მინდა მით დავიწყო თუ რატომ საუბრობ საერთოდ ამ თემაზე. საქმე ის არის, რომ გამოცემა მედუზას თანახმად, რომელიც ეყრდნობა საკუთარ წყაროებს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ვოლოდიმერ ზელენსკის ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, ისევ იყრის თუ არა კენჭს სამომავლო საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა ორივე შემთხვევაში მისი პოლიტიკური გეგმების ნაწილი კირილო ბუდანოვი იქნება. მედიის თანახმად ზელენსკი განიხილავს ორ ვარიანტს. პირველი ვარიანტის თანახმად ვოლოდიმერ ზელენსკი თავად იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა ის შეეცდება პარალელურად დაარწმუნოს კირილო ბუდანოვი, რომ მან შექმნას პოლიტიკური პარტია, რომ მის პარტიასთან პოლიტიკური ალიანსით იბრძოლოს გამარჯვებისთვის უკრაინის რადაშიც. ხოლო მეორე შემთხვევა, მეორე ვერსია გულისხმობს ზელენსკის უარს არჩევნებში მონაწილეობაზე და ამის ფონზე კირილო ბუდანოვის საპრეზიდენტო კანდიდატურის მხარდაჭერას. ორივე შემთხვევაში მიზანი ერთია: პოლიტიკური წარმატების მიღწევა კირილო ბუდანოვის რეიტინგების გავლით. რატომ მაინც და მაინც ბუდანოვი ამას აქვს თავისი საკმაოდ რაციონალური ახსნა, თუმცა ამაზე უფრო მოგვიანებით. მანამდე კი აქვე მინდა ვთქვა, რომ მედია შეეცადა არ დარჩენილიყო მხოლოდ ვერსიებში და შეკითხვითაც მიმართა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველს მიხაილო პოდილიაკს და ჰკითხა, იყრის თუ არა ზელენსკი მომდევნო არჩევნებში კენჭს, მაგრამ პოდილიაკმა ეს შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. უკრაინის კონსტიტუცია პრეზიდენტს 2 ვადამდე ზღუდავს და საპრეზიდენტო მმართველობის 10 წლიან ლიმიტს განსაზღვრავს. მართალია ზელენსკი ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ 2019 წელს აირჩიეს, მაგრამ საომარი მდგომარეობის გამო მას შემდეგ ქვეყანაში არჩევნები აღარ ჩატარებულა და ამასობაში უკვე მერვე წელია უკრაინას ერთი პრეზიდენტი ჰყავს. და იმ შემთხვევაში, თუ კი ზელენსკი კიდევ იყრის კენჭს და გაიმარჯვებს კიდეც, გამოვა რომ მისი ახალი ვადა კონსტიტუციით დაშვებულ 10 წლიან ლიმიტს გადააჭარბებს. მაგრამ ეს გარემოება მის არჩევნებში მონაწილეობას სამართლებრივად მაინც არ კრძალავს, რადგან დე იურე ჯერ კიდევ პირველი ვადით მოქმედი პრეზიდენტია. კენჭის ყრაში მის მონაწილეობას შესაძლოა სხვა, უფრო ანგარის გასაწევი ფაქტორი უშვილდეს ხელს და მათ შორის ეს არის მაღალი ნეგატიური რეიტინგი. კიევის სოციოლოგიის ინსტიტუტის კვლევებით 2026 წლის პირველივე თვეებიდან ზელენსკის მიმართ უნდობლობის მაჩვენებელი მზარდია და მარტში ამ ნიშნულმა 32%-ს მიაღწია. ამავე კვლევით საბერძნეთს 68%-იანი ნდობა კი აქვს, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი სხვა კომპანია სოცის კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ მარტშივე თითქმის ყოველი მეორე გამოკითხული უკრაინელი არ ენდობა მას. არც ამიცრულდება ის მიზეზები, რამაც შესაძლოა ზელენსკის უბიძგოს კრიტიკულად შეხედოს საკუთარ საპრეზიდენტო შანსებს. პოლიტიკური კვლევების ცენტრის პენტას დირექტორი ვოლოდიმერ ფრესენკო ამბობს, რომ ზელენსკი მარტო იმ შემთხვევაში კი არ მოხსნის თავის კანდიდატურას, თუ კი მისი რეიტინგი უკიდურესად დაბალი იქნება, არამედ აქვე არის მეორე პოტენციური დაბრკოლებაც კორუფციის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების სახით, რაც შესაძლოა ზელენსკის როგორც კორუფციის წინააღმდეგ ცნობილი მებრძოლის რეპუტაციაზე ცუდი შედეგებით აისახოს. გონია
მგონია, რომ აქ ცოტა მეტი უნდა ვთქვათ იმის შესახებ, თუ რას იძიებს ანტიკორუფციული ბიურო. საქმე ეხება საკმაოდ მასშტაბურ კორუფციულ სქემას, რომელშიც სახელმწიფო ენერგოკომპანია ენერგოატომი და მისი კონტრაქტორები მონაწილეობენ. გამოძიების თანახმად, სახელმწიფო ენერგოკომპანია თავის კონტრაქტორებს აიძულებდა გადაეხადათ 10 და 15%-იანი ეგრეთ წოდებული ოთკატები. თავარ ფიგურად გამოძიება ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩს ასახელებს, რომელიც ენერგეტიკის მინისტრზე ახდენდა გავლენას. მინდიჩი არის კვარტალი 95-ის თანამფლობელი კომპანიის, რომლის თანადამფუძნებელი ვოლოდიმერ ზელენსკია. ბიზნესმენმა კი იქამდე დატოვა უკრაინა, ვიდრე გამოძიება მასალებს გაასაჯაროებდა. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არაერთი პირი. $2026 წლის თებერვალში კიევის საერთაშორისო სოციოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ანტონ ხრუშეცკიმ Times-ისთვის დაწერა სტატია ვოლოდიმერ ზელენსკის ხელახალი არჩევნების შანსების შესახებ და მასში განმარტა, რომ გაჭიანურებულმა ომმა და პრეზიდენტის უახლოეს წრესთან დაკავშირებულმა მოქმედმა კორუფციულმა სკანდალებმა მისი მხარდაჭერის თანდათანობითი შემცირება გამოიწვია. უკრაინისთვის კი კორუფციული სკანდალები ახალი არ არის. კორუფციის როგორც ძირეული პრობლემის მოგვარებას დასავლეთიდან პარტნიორები უკრაინისგან მოითხოვდნენ ზელენსკის გაპრეზიდენტებამდეც და ასე არის ახლაც. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ზელენსკი ხელისუფლებაში მოვიდა როგორც ანტიელიტური, ანტიკორუფციული ფიგურა და ის საჯაროთაც ცხადებს, რომ კორუფცია აბსოლუტურად მიუღებელია. მართალია, მისი მხარდამჭერების პერსპექტივიდან საკმაოდ დასაფასებლად ჩანს, რომ ზელენსკი არაფერ ხებს გამოძიებას მაშინაც კი, როდესაც საქმე მის ახლო გარემოცვალს ეხება, მაგრამ მაინც უკრაინაში მასთან დაკავშირებით ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრება არსებობს. ერთი აზრის თანახმად ვოლოდიმერ ზელენსკი არის ანტიკორუფციული კამპანიის სახე, ხოლო მეორე აზრით სწორედ კორუფციული სკანდალებისგან დაზიანებული პოლიტიკური ლიდერი. ანალიტიკოსების თანახმად მორიგ საპრეზიდენტო რბოლაში მისი ერთ-ერთი ძლიერი წინაღობა სწორედ მისი ძლიერი მეტოქე იქნება. და როცა მის ძლიერ მეტოქეზე ვსაუბრობთ, ვალერი ზალუჟნის გულისხმობთ, უკრაინის გმირს. ის უკრაინის გმირად მოიხსენება მას შემდეგ, რაც ეწოდება თავად ვოლოდიმერ ზელენსკი მიანიჭა 2024 წელს, ისევე როგორც კირილო ბუდანოვს. ვალერი ზალუჟნი თავისი წარსულით უფრო მეტად სამხედრო ფიგურაა, ვიდრე პოლიტიკური. 2021 წელს ის ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დანიშნა. აქედან ერთი წლის შემდეგ მას გენერლის სტატუსიც მიანიჭა. მათ შორის უთანხმოებები 2022 წლიდან დაიწყო და ამის თაობაზე ზალუჟნი თავადვე საუბრობს საერთაშორისო პრესასთან. ესოციეიტედ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ზალუჟნი თქვა, რომ ურთიერთობები მათ შორის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიძაბა ომის საკითხებისა და სამხედრო გადაწყვეტილებების ირგვლივ. მისივე სიტყვებით, დაძაბულობამ პიკს მიაღწია 2022-ში, როდესაც მის ოფისში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ სასამართლო ორდერის საფუძველზე. ზალუჟნიმ ეს ყველაფერი ზეწოლის მცდელობად ის დეტალებზეც საუბრობს. ყვება, რომ იმ მომენტში დაუკავშირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ასევე უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელსაც, რომელმაც უთხრა, რომ აი ამ მიმდინარე ოპერაციის შესახებ მან არაფერი იცოდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ორდერი სხვა საქმეს ეხებოდა და მისამართი ემთხოვოდა იმ შენობას, სადაც ზალუჟნი მუშაობდა. ზალუჟნისთვის ეს ვერსია არ არის დამაჯერებელი. ზალუჟნი ამბობს, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან განსხვავებული ხედვები აქვს ასევე 2023 წლის კონჩეტერის წარუმატებლობის მიზეზებზეც და მოკლედ, ასთა სხვადასხვაობების შედეგად მისი გადაყენება მოხდა მთავარსარდლის პოსტიდან 2024 წელს. ამის შემდეგ ის დაინიშნა ელჩად დიდ ბრიტანეთში. კირილ ბუდანოვი უკრაინის დაზვერვას 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა და დანიშვნისას 34 წლის იყო. 2024 წლის ზამთარში მან და ვალერი ზალუჟნიმ ერთხელ მიიღეს უკრაინის გმირის წოდება. მედია მას აღწერს როგორც თავშეკავებულ და ენიგმატურ პიროვნებას, რომელსაც აქვს საბრძოლო და სადაზვერვო გამოცდილება, რომელიც 10-ზე მეტჯერ გადაურჩა მისი მკვლელობის მცდელობას. სხვადასხვა 2023 წელს მკვლელობის მცდელობას გადაურჩა ასევე მისი ცოლი, მარიანა ბუდანოვა, როდესაც სცადეს
ძიმე მეტალებით მოეწამლათ. კირილო ბუდანოვი რამდენჯერმე დაიჭრა დონბასში. ასევე ცნობილია თავისი სარისკო ოპერაციით ყირიმში, როდესაც 2016 წელს ხელმძღვანელობდა სპეცრაზმს. ბუდანოვი წარსულში მხოლოდ ოპერაციების თავკაცობით არ გამოირჩეოდა. ასევე მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ტყვეების გაცვლის შესახებ და მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე უფრო დიდ გაცვლაში 215 ადამიანი გათავისუფლდა. ამ უნარის გამო დასავლეთში ფხიზელ რეალისტად აფასებენ. აქ უნდა მივუბრუნდეთ Time-ში 2026 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ სტატიას. სტატიის ავტორი ხრუშეცკი მიიჩნევს, რომ გამოკითხვებში უკრაინელები ზალუჟნის ასახელებენ ზელენსკის ყველაზე უფრო დამაჯერებელ ალტერნატივად და აქედან გამომდინარე, თუ კი ორივე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, მეორე ტური თითქმის გარდაუვალია. ზალუჟნის კი გამარჯვების კარგი შანსები აქვს. ის ასევე ბუდანოვს ასახელებს ერთ-ერთ ყველაზე უფრო პერსპექტიულ კანდიდატად. ზელენსკის ადმინისტრაციაში და გამოკითხვებით, ზალუჟნის ალტერნატივა დამორჩევლები ხშირად ბუდანოვს ამჯობინებენ და მას დამატებითი მხარდაჭერის მოზიდვის პოტენციალიც აქვს. ბუდანოვის უპირატესობად კი მისი იმიჯი სახელდება როგორც სუფთა, კორუფციასთან ნაკლებად დაკავშირებული და სამხედრო გამოცდილების მქონე კანდიდატი. არსებული მონაცემების ანალიზით, ზელენსკი შესაძლოა მეორე ტურში დამარცხდეს როგორც ზალუჟნისთან, ასევე ბუდანოვთან. საჯარო მონაცემებით, ზელენსკის მხარდაჭერა შედარებით სუსტია მამაკაცებში, ახალგაზრდებში, განათლებულ ამომრჩევლებში და კიევში, სადაც ზალუჟნი უფრო პოპულარულია. სხვადასხვა გამოკითხვები მას აჩვენებს, რომ დროსთან ერთად შედეგები ცვალებადია, მაგრამ ზელენსკი, ზალუჟნი და ბუდანოვი უცვლელ ლიდერებად რჩებიან. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. მედუზას წყაროების თანახმად კი ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს მომდევნო 2 წელიწადში მოხდეს. არჩევნები მხოლოდ მაშინ და მას შემდეგ გაიმართება, თუ მიიღწევა ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ზელენსკიმ გუნდს დაავალა გეგმის მომზადება იმ შემთხვევისთვისაც, თუ კი არჩევნები წლების განმავლობაში არ ჩატარდება. მოცემულობა კი უცვლელი რჩება. რუსეთს ომის დასრულება არ სურს, ამ პროცესებზე უკრაინის გავლენა შეზღუდულია. ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლით მიღწეული შეთანხმებების იმედი არის შემცირებული, რადგან თავად ამერიკის ყურადღება სხვა საკითხებზე გადავიდა. შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკური პროცესებიც ამცირებს მის ჩართულობას მოლაპარაკებებში. უკრაინის მოლაპარაკებები რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან ჩიხში შევიდა, მხარეებს შორის კი დაძაბულობა იზრდება. წყაროების თანახმად, ამ ეტაპზე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების იმედი ძალიან მცირეა. ეს ფორმატი ჩემთვის ექსპერიმენტულია, მადლობა რომ ნახეთ ვიდეო, დავაკვირდებით თქვენს გამოხმაურებებს. მე კი უკვე დავიწყე მომზადება მომდევნო თემისთვის. 2 კვირაში შემოგთავაზებთ მორიგ ეპიზოდს, რომელშიც მინდა რომ ვისაუბრო, რამდენად ცუდია, რამდენად ძნელია, რთულია ცხოვრება რუსეთში. ასევე იმავე ვიდეოში მოგიყვებით თუ ვინ არის პუტინის მინისტრთა კაბინეტში. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა ნდობისთვის. გთხოვთ გააზიაროთ და მოიწონოთ ეს ვიდეო და ნახვამდის.